მზადება. კამპანიაში შენგეხებას წევრები ახალ კანონპროექტს ფარმულ მოსმენამ მიყურადებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აპროტესტებდნენ. მესამე სექტორმა თავისი შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გააცნეს. ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ვეტოზე საუბარი ნაადრევია, რადგან ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის კანონს და გეგმავს, რომ ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციებიც გამართოს. ჩვენ მოგაჩნია თავარი პრობლემა იმ კანონპროექტს, რომელიც განიხილება პარლამენტში არის ის, რომ ის არ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნებს. პირველ რიგში არ არის გამოუკიდებელი დისტანცირებული გამოძიებისგან, გვაქვს ანგარიშვალდებულების, ასე ვთქვათ, მანკიერი სისტემა, რომელიც არ უზრუნველყოფს ეფექტურ ანგარიშვალდებულებას. გვაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკურად კვლავ შესაძლებელი იქნება ფარული მიყურადება ისე განხორციელდეს, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერ გაიგოს. არსებობს ევროპული მიდგომა, რომლითაც გასაღები არის კერძო ოპერატორების ხელში და გასაღების დატრიალებაზე და ჩაწერის განხორციელებაზე ჩაწერას ახორციელებენ ამ შემთხვევაში ოპერატორები. ეს არის ევროპული მიდგომა. ჩვენ საბოლოო ჯამში მივედით რუსულ მოდელზე. დღეს ეს არის, რასაც პარლამენტი განიხილავს, ეს არის რეალურად რუსული მოდელი. მიგვაჩნია ის, რომ ყველანაირი ღონისძიება, მათ შორის იქნება ეს პრეზიდენტის ვეტო, სხვა საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი საშუალებები იქნეს უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ ვაწარმოებთ ფართო კონსულტაციებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, მათ შორის კომერციულ ორგანიზაციებთან, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებთან. თუმცა დღეს გავიგეთ ჩვენ, რომ ხვალ გაიმართება ყველა კომიტეტის მოსმენა, ხვალ შეიძლება ეს საკითხი გატანენ იქნას სესიაზე, რაც ზღუდავს იმ სივრცეს, სადაც შეიძლება ხარისხიანი საზოგადოებრივი მსჯელობა ამ სააგენტოს ბედზე.